ყლიფონ, გინდა მოგიყვე მე და დედა შენ მერტვენთი როგორ გავიცანით? ხო, მამიკო. მაშინ მისმინე. ვაშა! ვაშა და დედის ტყნა. მოკლედ ფუჩუსა მე შენ დღესა ვერ მოგცემ რა და სამომავლოდაც გაითვალისწინე. კუხნაში არასოდეს არ შევალ. არასოდეს ახლს არ დავალაგებ, არასოდეს ბავშვებს არ მოვუვლი და არასოდეს საჭმელს არ გაგიკეთებ. იმიტომ რომ ფემინისტი ვარ, ხო გამიგე? და საერთოდ ყველა კაცი უნდა ამოწყდეთ რა. და კიდევ ჩემ ძუკნა დაქალებთან ერთად უნდა ვიარო კლუბებში, გამიგე? და შენ მე ამას ვერ დამიშლი. იმიტომ რომ ძლიერი ინდიპენდენტ ვუმენი ვარ. შენ დედა მოწყნულო, შენ ცოტა ადრე ვერ მითხარია ყლეობები? ეგრევე გაგაჭმევინებდი აქედან. მაგრამ ჯერ გადასყვიდე რომ ჩემ ხარჯზე შეგეჭამა ხინკალი, ხო? შეახვარო შენ. იცი რა ძური ღირს ხინკალი? ადრე 50 ზეთრი ღირდა, ეხლა კიდე 2 ლარი და დედის ტყნა. შენ კიდე ჩემ ხარჯზე შეჭამე, ეხლა კიდე ტვის მიტყნავ. შეგხვარა გაქვს ვაფშე. ყველაზე მკიდია შენი დაქალები, ყველაზე მკიდია შენი ინდიპენდენტ ვუმენები და ვაფშე იცი რას გეტყვი? დავაი ნახვი აქედან შენი ყლეობებით, გამიგე? 40 წლისა გახდები, ყურადღებას არავინ არ მოგაქცევს და სულ ყველა ყლეზე დაგიგიდებ შენი ბებერი ფუჩუთი. ამ ფუჩუდადე მაგიდაზე, ან დავაი დახვი აქედან. აი ესე გავიცანით მე და შენ მერტვენთი. ვაიმე მამიკო, რა მაგარი ხარ? საყვარელო, ჩემ ბოზანდარ დაქარებს გავაჯმევნი, სახლი მიველაგე, საჭმელი გავაკეთე, მიყვარ ხარ?